საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, სადაც 60 ქულო ეკლესია პირველ საუკუნეში დაარსეს წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და წმინდა სვიმონ კანანელმა. საქართველოში იქადაგეს ბართლომემ, თადეოზმა და მატათამ. წმინდა ნინო მაკმოღვაწეობის დროს განკურნა წმინდა დედოფალი ნანა. ამის შემდეგ წმინდა მეფე მირიანმა ქრისტიანობა ჭეშმარიტ რელიგიად აღიარა. ქართლის სამეფოს გაქრისტიანებისა და წმინდა მეფე მირიანისა და წმინდა დედოფალ ნანას ეპოქის შემდეგ საქართველოს ეკლესიამ განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, სანამ უმაღლესი საეკლესიო წოდება პატრიარქობა დამკვიდრდებოდა. გაქრისტიანების პირველ ხანებში საქართველოს ეკლესიის მეთაური ეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. ქართლის პირველი ეპისკოპოსი იოანე პირველი გახდა. ნიშნულოვანი გარდატეხა მოხდა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს. ქართული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ვახტანგ მეფემ ანტიოქიის საპატრიარქოსთან შეთანხმებით ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ჩაუყარა საფუძველი. ამ პერიოდში ეკლესიის მეთაურს ეწოდა კათალიკოსი, ხოლო პირველ კათალიკოსად მიიჩნევა პეტრე პირველი. მე-11 საუკუნეში, როდესაც საქართველო პოლიტიკურად გაერთიანდა და გაძლიერდა, ეკლესიის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. 1010-1033 წლებში მცხეთის საყდარს მელქისედეკ პირველი განაგებდა. სწორედ მელქისედეკ პირველმა მიიღო კათალიკოს პატრიარქის ტიტული. ეს აღიარება ანტიოქიის ეკლესიის მიერ მოხდა, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური პატივითა და უფლებით გაუთანაბრდა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებს. მას შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურის ოფიციალური წოდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქია. ეს გზა ეპისკოპოსობიდან პატრიარქობამდე საქართველოს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს ასახავს, რაც უფრო ძლიერი იყო სამეფო, მით უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და მაღალ იერარქიულ სტატუსს აღწევდა ეკლესია საერთაშორისო ასპარეზზე. მე-15 საუკუნეში ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ გაიყო საეკლესიო მართვაც, გაჩნდნენ აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქები. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. გაუქმდა კათალიკოს პატრიარქის ინსტიტუტიც და საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული ეგზარქოსები მართავდნენ. 1811-1917 წლებში ქართულ ეკლესიას დამოუკიდებელი მეთაური აღარ ჰყავდა. მნიშვნელოვნად შეიზღუდა ქართული ენის გამოყენება წირვა-ლოცვასა და სასულიერო განათლებაში. საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორია 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწყო, როდესაც ქართულმა სამღვდელოებამ ერთსაუკუნოვანი რუსული მმართველობა დასრულებულად გამოაცხადა და ავტოკეფალია აღადგინა. ეს იყო ეროვნული გამარჯვება, რომელსაც სათავეში წმინდა კირიონ მეორე ჩაუდგა, თუმცა დამოუკიდებლობის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. კირიონ მეორე 1918 წელს მარტყოფის მონასტერში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში საბჭოთა ოკუპაცია დამყარდა. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოს ეკლესია მძიმე რეპრესიების სამიზნე გახდა. ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა ამბროსი ხელაია, რომელმაც 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას მიმართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში საბჭოთა რეჟიმის ძალადობის შესახებ ცნობა. მომდევნო წლებში დაიხურა ასობით ტაძარი და მონასტერი. მრავალი მათგანი საწყობად ან სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. რეპრესიებს ემსხვერპლა არაერთი სასულიერო პირი, განადგურდა და გაიფანტა საეკლესიო სიწმინდეები. 1953 წელს კალისტრატე ცინცაძის პატრიარქობის პერიოდში მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენილი სტატუსი, რითაც ნაწილობრივ დასრულდა მისი იზოლაცია. მიუხედავად ამისა, საბჭოთა პერიოდის მომდევნო ათწლეულებში ეკლესია კვლავ მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. მცირდებოდა მოქმედი ტაძრების რაოდენობა და მრევლი, ხოლო რელიგიური ცხოვრება შეზღუდული იყო. 1977 წელს პატრიარქ დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესია უმძიმესი არჩევანის წინაშე დადგა. საბჭოთა იმპერიის მარწუხებში მყოფი ეკლესია, სადაც სულ რამდენიმე ათეული მოქმედი ტაძარი იყო დარჩენილი, ახალ ლიდერს ელოდა. დღეს ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბა მე-12 საეკლესიო კრება. 1977 წლის 23 დეკემბერს მცხეთაში სვეტიცხოველში მე-12 საეკლესიო კრება გაიხსნა. კრებას 45 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის მღვდელმთავრები და საერო პირები. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა, ვინ გახდებოდა ერის სულიერი მამა. ხმის მიცემის პროცესი ერთსულოვანი აღმოჩნდა. კრებამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქად წყუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი 44 წლის ილია შიოლაშვილი აირჩია.
2 დღის შემდეგ 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორეს აღსაყდრების საზეიმო ცერემონია გაიმართა. Nemo sakvarelno shvilebo, debo da dzmebo. Sakvarelo Sakartvelo is samtso. Meshegnebuli makhs is umdzimesi. Amave dros sapatio movaleoba, romelis dres tis am minda tazris khavet khvesh damakisra magal maghmers. Metavs vibris hartveli khalqis tilashe. Aqtos ჩვენ ცხეთას საკახტონ ქალაქს და სვეტიცხოველს ქრისტეს ერანგი რომ ჩაიყუტა თავის გულში სამარადისო მისთვის ზრვები წყალდიდობა ნიაღვრები და ყველა ამ ულევს ხარცეთსა და ორონტრიალში ერთად იყვნენ არ შორდებოდნენ ერთმანეთს ქართველი ხალხი იმ დღეს სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილმა ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ახალგაზრდა პატრიარქი ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაუძღვებოდა ერს, აღადგენდა ათასობით ტაძარს, დააბრუნებდა ხალხს ეკლესიაში და გახდებოდა თანამედროვე საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული სიმბოლო. მრავალი საუკუნის წინ დაწყებული გზა ეპისკოპოსობიდან პატრიარქობამდე დღეს სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი შიო მესამე აქციოს 2026 წლის 11 მაისი ქართული ეკლესიის მატიანეში კიდევ ერთ გარდამტეხ თარიღად ჩაიწერება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ ქვეყნის ახალი 142 კათალიკოს პატრიარქი აირჩია. სრულიად საქართველოს ახალი კათალიკოს პატრიარქი. მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე გახდა.